რადიო ათინათის და ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ერთობლივი გადაცემა დადიანების სასახლეთა საგანძური. ისტორიები ზუგდიდის მუზეუმში დაცულ ბევრისთვის უცნობ ექსპონატებზე, მუზეუმის განვლილ გზაზე და ღვაწლმოსილ მონაწილეებზე. რა შეიძლება ვნახოთ და რა შემორჩა მეხსიერებას. ათინათის ეთერში ყოველ სამშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე. მოგესალმებით. შეგახსენებთ, რომ ეთერშია რადიო ათინათის და ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ერთობლივი გადაცემა დადიანების სასახლეთა საგანძური. პროექტის ფარგლებში მე გაგაცნობთ მუზეუმში დაცულ ექსპონატებს, კოლექციებს და ისტორიებს მუზეუმის თანამშრომელთა შესახებ, რომელიც მრავლად შემოინახა სასახლეთა კედლებმა. მე გახლავართ დავით ოყუჯავა, მუზეუმის ხელმძღვანელი. დღეს გესაუბრებით მუზეუმში დაცულ უნიკალური სახარებების კოლექციაზე. დავიწყოთ ცოტა შორიდან. სამეგრელოს მთავართა ყოფილი რეზიდენცია დადიანების სასახლე. ამჟამად ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი და უმდიდრესი სიძველეთ საცავია. აქ თავი მოიყარა ეროვნული კულტურისა და ხელოვნების უამრავმა ნიმუშმა. სამწუხაროდ, ბევრი მათგანი ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ შესწავლილი და ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი. ამჟამად მუზეუმში დაცულია ძველ წელთაღრიცხვით პირველი და ახალი წელთაღრიცხვით მე-13 საუკუნის ოქრომჭედლობის ნიმუშები. მათ შორის ხატები, საეკლესიო დანიშნულების სხვა ნივთები, ანტიკური საბერძნეთისა და ძველი კოლხეთის კულტურის ამსახველი არქეოლოგიური მასალა, ქრისტიანული სიწმინდეების კოლექცია, ევროპული გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, სამეგრელოს მთავრების საფრანგეთის, რუსეთის, ესპანეთის საიმპერატორო ოჯახის წევრთა რელიქვიები, მე-15-მე-19 საუკუნის ხელნაწერი წიგნები და სიგელგურჯები, ნაპოლეონ ბონაპარტესა და დადიანების ბიბლიოთეკა, ევროპული და აზიური საბრძოლო იარაღის ნიმუშები. ფრანგულ, გერმანულ, ჩინური, რუსული და სხვა წარმომავლობის ბროლის, ფაიფური ფაიანსის, ჭურჭელი და სხვა, რომელთა უმეტესი ნაწილი ეკატერინე, ნიკო და ანდრია დადიანების შემდგომ მუზეუმის პირველი დირექტორის თაოსნობით შეგროვდა. მუზეუმის ექსპონატთა შორის საგანგებო აღნიშვნის ღირსია ფრანგულ ისტორიულ-კულტურული ძეგლები, სურათები, წიგნები. ჩამოთვლილი ექსპონატების გვერდით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საეკლესიო წიგნებს, საეკლესიო ნივთებს. 1921 წლის რევოლუციის შემდეგ დადიანების საგვარეულო საგანძურმა და სამეგრელოს ეკლესია-მონასტრებისათვის ჩამორთმეულმა ძვირფასმა ქონებამ აკაკი ჭანტურიას ძალისხმევით, რაზეც ჩვენ წინა გადაცემებში დეტალურად ვისაუბრეთ, თავი მოიყარა ზუგდიდის ისტორიულ მუზეუმში. 1924-35 წლებში სამეგრელოში თითქმის ყველა ტაძარი დაცარიელებული და უპატრონოდ იყო. ქრისტიანული სიწმინდეებისა და ხელოვნების ნიმუშთა უმეტესობა ღვთის ანაბარად დარჩა. არსებობდა საშიშროება, რომ ტაძრებში დავანებულ განძს ან მოიპარავდა ვინმე, ან ბოლშევიკები გაანადგურებდნენ. საეკლესიო საგანძურის გადარჩენის საქმეში მუზეუმის პირველ დირექტორთან ერთად უდიდესი წვლილი მიუძღვის მის ძმას სამსონ ჭანტურიას, რომელიც იყო სასულიერო პირი და მღვდლად მსახურებდა ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭკადუაშის ეკლესიაში. სამსონ ჭანტურია დადიანების ოჯახთან დაახლოებული პირი იყო. სამსონ ჭანტურია არა მარტო წირავდა ჭკადუაშის ტაძარში, არამედ სამეურნეო საქმეებსაც განაგებდა. ამაზე არსებობს დოკუმენტები მუზეუმის ხელნაწერთა ფონდში. ქართულ ენოვანი ხელნაწერები ჩვენამდე მოღწეულია მე-5 საუკუნიდან. ოთხთავების, ანუ 4-ვე კანონიკური მათე, მარკოზის, ლუკას და იოანეს სახარებების შემცველი წიგნების სახით. კვლევართა დიდი ნაწილის მოსაზრებით, ქართლში ქრისტიანობის გავრცელების საწყის ეტაპზე ეკლესია უპირატესოდ მრევლის განათლებისაკენ და ღვთისმსახურებაში წიგნიერი ჩართვისაკენ იყო მოწოდებული. ამ მიზნისათვის განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა ბიბლიას, უპირველესად კი სწორედ სახარებებს ახალი აღთქმიდან. სახარებები სხვადასხვა ეპოქაშია გადაწერილი. ეგრეთ წოდებულ სკრიპტორიუმებში ეს უკანასკნელი კი წარმოადგენდა მონასტრებში განთავსებულ ცალკე მოყოფილ საწერო ოთახს, ანუ ხელნაწერთა დასამზადებელ სახელოსნოს. მსგავსი სახელოსნოები არა მარტო საქართველოს მონასტრებში, არამედ მის ფარგლებს გარეთ არსებული სამონასტრო კომპლექსებშიც უხვად იყო და აქტიურ სამწიგნობრო კერებს წარმოადგენდნენ. ჩვენამდე მოღწეულია არაერთი ხელნაწერი სახარება, როგორც სინას მთის მონასტრიდან, ისე ტაო-კლარჯეთის სკრიპტორიუმებიდან. ქრისტიანული საზოგადოებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა სახარების თარგმანს. ძველი აღთქმის წიგნებიდან დავითნის თარგმანს, რადგან ძველად ღვთისმსახურება უმეტესად ფსალმუნთა გალობისაგან შედგებოდა, აქედან გამომდინარე ქართველებსაც პირველ რიგში უდავოა სახარება უნდა ეთარგმნათ.
ეს უნდა მომხდარიყო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ. ყოველ შემთხვევაში, მე-5 საუკუნიდან ჩვენ მოგვეპოვება უტყუარი ცნობები ქართულ ენაზე სახარებისა და სხვა სააღმრთო წიგნთა თარგმანის არსებობის შესახებ. მაგალითად, პეტრე იბერის ცხოვრებაში ნათქვამია, რომ იგი ბავშვობიდან ბიზანტიაში გამგზავრებამდე 424 წლამდე წმინდა წერილებს კითხულობდა, ხოლო შუშანიკის მარტვილობაში ვკითხულობთ, რომ დედოფალმა ხელთა აღოხინა, ანუ აღიღო დავითნი და მცირეთა დღეთა შემდგომად იგი ფსალმუნი დაისწავლა, ხოლო ვარსქენ პიტიახშთან ძალად დაბრუნებულმა შუშანიკმა თანაწარი ტანა. თან წაიღო ევანგელიე თვისი, აგრეთვე წმინდანი იგი წიგნი პავლეს ეპისტოლეებიდან. მემატიანეს ცნობით ვახტანგ გორგასალს მდიდრულად შეუმკია ერთი სახარება, რომელიც შემდგომ ფარსმან მეფეს შიომღვიმის მონასტრისთვის შეუწირავს. მე-6 საუკუნის დასაწყის ეკუთვნის საბა განწმენდილის ცნობა, რომ ქართველებს მის მონასტერში ნება ჰქონდა თავის ენაზე წაეკითხათ სახარება, სამოციქულო და დავითნი. ზემოთ აღვნიშნეთ, რომ სახარება შედგება 4 თავისაგან. მათი ავტორები გახლავთ მათე, ქრისტეს მოწაფე, რომელიც ადრე მეზვერე იყო. შემდეგ გაყვა მაცხოვარს და შეიცვალა ცხოვრების წესი. მარკოზი, მოწაფე პეტრესი და პავლესი. მან იერუსალიმში გაიცნო უფალი და მოისმინა მისი სწავლება. ლუკა, მოწაფე პავლე მოციქულისა, განათლებული პროფესიით ექიმი და ხატმწერი. იოანე, ქრისტეს საყვარელი მოწაფე, რომელსაც ჯვარცმულმა მაცხოვარმა თავისი დედა ჩააბარა. 1708-1709 წლებში ვახტანგ მე-4-ის მიერ პირველი სტამბის დაარსებიდან ხელნაწერზე მოთხოვნილებამ იკლო. თუმცა 4 თავების ხელით გადაწერის ტრადიცია დღესაც გვხვდება. 1984-2004 წლებში თბილისის სამების საკათედრო ტაძრისათვის ხელით გადაიწერა სამების 4 თავი. მისი გამოყენება ყოველდღიურ ღვთისმსახურებაში არ ხდება. დღევანდელი გადაცემის მიზანია გაგაცნოთ ნაწილი იმ სახარებებიდან, რომელიც დაცულია დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმის ფონდსაცავებში. საღვთო სახარებები იმპერატორების, იმპერატრიცებისა და მათი შვილების სულის მოსახსენიებლად არის დაბეჭდილი. გაგაცნობთ და ვეცდები აღწერო დეტალურად სახარება და ვეცდები აღწერო დეტალურად სახარება 4 თავი ქართულ-რუსული, ნაბეჭდი ქაღალდზე, ზომით 28 სანტიმეტრი 43 სანტიმეტრზე, ნუსხა ხუცურით. ჩასმულია შვინდისფერ ბარხად გადაკრულ ყდაში. ყდაზე დამაგრებულია 5 ლითონის ფირფიტა. ერთ-ერთ ფირფიტაზე მოცემულია აღდგომის კომპოზიცია. ფონი კი შევსებულია ფოთლოვან ყვავილოვანი ორნამენტებით. აქვს 2 ჩასაკეტი. სახარების შემკულობას წარმოადგენს აბზაცების დასაწყისში სინგურით შესრულებული თავრული ასოები. სინგური წითელი ფერის საღებავია, რომელიც ძირითადად გასაფორმებლად, მაგალითად სათაურის დასაწერად ან მნიშვნელოვანი ადგილების აქცენტების მოსანიშნად იხმარებოდა. სახარებას პირველ გვერდზე აქვს წარწერა უწმინდესისა და უმართლესისა სინოდისათა, ქალაქსა თბილის, კავკასიის ნამესტნიკის უპირატესის გამგეობის სტამბასა შინა, დასაბამიდან სულისა 1770 წელს განხორციელებიდან სიტყვისა ღვთისა ინდიქტიონსა 12 ივნისსა. ასევე აქვს ლეონ დადიანის წარწერა ბოლო გვერდზე დართული. ეს რუსული და ქართული სახარება მამიჩემის დადიანის გრიგოლისაგან ოჯახში დადებული ყოფილა და გაუციათ და მე დადიან ლეონს მომიღია და ისრევ საოჯახოდ დამიც. ვინც ამ ოჯახს ეს განმსწიროს, ამ 4 მახარობლის მადლი გაუწყრა. ამინ, ამინ, ამინ. წელს 1816-სა 31 სექტემბერს. სახარების ბოლო გვერდზე ასევე იკითხება უფრო ძველი წარწერა. რუსული სახარება და სამოციქულო ერთად დაბეჭდილი. ვიყიდეთ დადიანმან გრიგოლმან და დედუფალმან ნინამ და ვინც ეს ამ ოჯახს გამოართვას, ამიდან შეჩვენებული იყოს ვით სულით და ხორცით. ამინ, ამინ და ამინ. ამ წარწერიდან ვგებულობთ, რომ ოდიშის მთავარს გრიგოლ დადიანს და მის თანამეცხედრეს ნინო ბაგრატიონს შეუსყიდიათ ეს წმინდა სახარება. ამ სახარების შეურაცხყოფელი დაუწყევლიათ. მათი გარდაცვალების შემდეგ სახარების ბედი უცნობია. როგორც ჩანს, წიგნი დადიანების ოჯახის პირადი სახარება ყოფილა, რომელიც ლევან მე-5 დადიანს კლავაც განუახლებია და დაუბრუნებია თავის სასახლეში. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ დადიანებს არაერთი სასახლე ჰქონდათ.
ჰქონდათ. მათ შორის სალხინოს საზაფხულო რეზიდენცია და მასთან არსებული ღვთისმშობლის სახელობის კარის ეკლესია. სწორედ ამ ეკლესიიდან არის შემოტანილი ერთ-ერთი სახარება, რომელიც დაცულია დადიანების სასახლეთა მუზეუმში. სახარება 4 თავი, ქართული, ნაბეჭდი ქაღალდზე, ზომით 28 სანტიმეტრი 53 სანტიმეტრზე, ნუსხა ხუცურით, მთლიანად ჭედურ ყდაში ჩასმული. ყდის ცენტრალურ ნაწილში მოცემულია აღდგომის კომპოზიცია. გვერდებზე გამოსახულია 4 მახარობელი. ფონი შევსებულია ფოთლოვან ყვავილოვანი ორნამენტებით. ქვედა ფრთაზე დამაგრებულია ლითონის ოქროსფერი ფირფიტა, მხედრული წარწერით, საუკუნო მოსახსენებლად განსვენებულის იაგურ არღულიანის დანაშთთა მისთა სყიდული და შეწირული სალხინოს სასახლის ეკლესიისადმი 11 თებერვალს 1874 წელსა. სახარების შემკულობას წარმოადგენს სინგურით შესრულებული სათაურები და 4 მახარობლის ფერადი მინიატიურები. სახარების მინაწერში მოხსენიებული პირი იაგორ არღოლიანი შესაძლოა ყოფილიყო სასულიერო პირი. ის დაკრძალულია ზუგდიდის მაცხოვრის კარის კვირაცხოვლობის ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთ სვეტის წინ. მისი საფლავის ქვის მხედრული წარწერა ასე იკითხება: ლოცვა ამას ქვეშე დასაფლავებულ არს გვამი განსვენებულის იაგურ არღოლიანისა, რომელიც გარდაიცვალა 11 თებერვალს 1871 წელსა, შობიდან 51 წლისა. ამან დროსა სიყრმისათვისა მოყვანილმა ზემო სვანეთიდან მთელს თვის სიცოცხლეში დიდად დაშვრა მსახურებასაშინა სამეგრელოს სამთავროისა სახლისა, ხოლო განსაკუთრებით 31-ის განმავლობაში განაგრძო მან სამსახური განუშორებლად წინაშე მისის უგანათლებულესობის თავრინა ეკატერინა ალექსანდრეს ასულისა, ყოვლითა პატიოსნებითა და სრულისა ერთგულებითა. ესრეთ აღესრულარა პატივად ხსნოვნისა მისისა, გვამი მისი დაეუფლა კარიბჭესა შინა წმინდა საამის ზუგდიდის მაცხოვრის ეკლესიისა, რომლის ნაცვალსაგებად კეთილ მოსაგებთან და ნაშთთა მისთა, დიდძალითა სასყიდელითა განახლდა კეთილმშენებლობითა და მზრუნველობითა მთავრინა ეკატერინა ალექსანდრეს ასულისათა, ვითარ შიგნით ეკლესიეს, ეგრეთვე კარიბჭე ამის ზედა დაშენებულ იქნა სამრეკლო თლილთა ქვათაგან, 2 ზარებით, რათა შეწერულ იქნეს მსხვერპლი ესე წინაშე უფლისახვისა, საოხად სულისა მისისა და საუკუნო მოსახსენებლად მისდა, შემდგომითი შემდგომთა საღვდელოთაგან წმინდისა ამის ეკლესიისა. ამინ. საფლავის ქვის წარწერის მიხედვით ვასკვნით, რომ ეს სახარება იაგორ არღულიანის სულის საოხად შეუწირავთ მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოს სასახლის ეკლესიისათვის. სალხინოს ეკლესია აგებულია 1782 წელს, რომელიც დადიანთა სალხინოს სასახლის სამთავროს კარის ეკლესიას წარმოადგენდა. მუზეუმში დაცულია აგრეთვე სახარება 4 თავი რუსული, ძველი რუსულით ნაბეჭდი, ქაღალდზე, ზომა 22 სანტიმეტრი 15 სანტიმეტრზე, მელნისფერი ბარხატის ყდაში ჩასმული. ბარხატი სიძველის გამო გახუნებულია, გაუფერულებულია, ყდაზე დამაგრებულია 5 ლითონის ფირფიტა. ერთ-ერთ ფირფიტაზე მოცემულია აღდგომის კომპოზიცია. გვერდები კი შევსებულია ფოთლოვან ყვავილოვანი ორნამენტებით. სახარება დამშვენებულია სინგურით შესრულებული სათაურებითა და 4 მახარობლის ფერადი მინიატიურებით. პირველ გვერდზე დართული აქვს შემდეგი წარწერა რუსულ ენაზე, რომელიც ითარგმნება შემდეგნაირად: ღვთის წიგნი სახარება ესე შემოწირა ოცინდალეს მონასტერს ალექსანდრე გვაჯავამ ძმის გიორგი გვაჯავას სულის მოსახსენებლად 17 სექტემბერს 1914 წლისა. სახარების წარწერიდან გამომდინარე, ვინმე ალექსანდრე გვაჯავას ძმის სულის მოსახსენებლად შეუწირავს ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ოცინდალეს ეკლესიისათვის 1914 წელს. ოცინდალეს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მე-11 საუკუნის ძეგლია. ტაძრის მშენებლობას ხალხური გადმოცემა თამარ მეფის სახელს უკავშირებს. ამ მხარეში მოგზაურობისას მას ტაძრის ახლოს მდგარ კოშკში დაუდვია ბინა და აქედან გადასულა სვანეთში. ოცინდალეს ეკლესიის მდგომარეობის შესახებ 1887 წელს საინტერესო ცნობას გვაწვდის გაზეთ მწყემსიდან სამსონ თოდუა. აღნიშნული პიროვნება სასულიერო წრის წარმომადგენელი ცაიშის ოლქის ბლაღოჩინის ბესარიონ თოდუას ძმა იყო. ზუგდიდის მაზრიდან სამხრეთისკენ ერთ მაღალ გორაგზე მდებარეობს სოფელი ოცინდალი. სოფლის ერთ ტყიან გორაგზე არის აშენებული ერთი მშვენიერი ტაძარი. გასაკვირია, რომ ამისთანა მშვენიერი გეგმის ეკლესია აღუშენებიათ ამის
მისთანა მიუვალ ადგილას. ტაძარი უნდა იყოს აშენებული იმ დროს, როცა საქართველოს მოსვენებას არ აძლევდნენ თათრები, რომელნიც მეცადინეობდნენ საქართველოში ქრისტიანობის მოსპობას. ამ შიშიანობის დროს ჩვენი წინაპარი ეკლესიებს უმეტესად მიუვალ ტყეებში დაშენებდნენ. ამ ეკლესიის ეზოში მე ვნახე ერთი ქვა, რომელზედაც შემდეგი წარწერა არის: ეკლესია ესე განვაახლე მე ღვთისმოსავმა თამარ დედოფალმა. სხვა წარწერა წაშლილია. ამ წარწერისგან ჩანს, რომ ეს ეკლესია განუახლებია თამარ დედოფალს. დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ხელნაწერთა ფონდში დაცული ერთ-ერთი დოკუმენტის თანახმად, ოცინდალე მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ეკუთვნოდა სამეგრელოს სამთავროში ჯვარის მაზრას. 1852 წელს არქიმანდრიტ თეოფანე გაბუნიამ სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დავით დადიანის დავალებით აღწერა ჯვრის მაზრაში შემავალი ეკლესია-მონასტრები. მათ შორისაა ოცინდალეს წმინდა გიორგის ეკლესია. 1852 წლის აღწერილობიდან ვგებულობთ, რომ ოცინდალეს ტაძარი მოხატულია სრულიად შიგნიდან და სხვა მრავალ დეტალს, რომელთა მოყოლა შორს წაგვიყვანს დღევანდელი თემიდან. დაინტერესების შემთხვევაში მოგწერეთ და ოცინდალეს ტაძრის აღწერილობას 1852 წლით დათარიღებულს დეტალურად გაგაცნობთ. 1854 წლის 8 სექტემბერს თეოფანე გაბუნია სამეგრელოს ეპისკოპოსად იქნა ხელდასმული. კიდევ ერთი ექსპონატი, სახარება, ქართული ოთხთავი, ნაბეჭდი, ქაღალდი, 28 სანტიმეტრი 53 სანტიმეტრზე, ნუსხა ხუცურით, ოქროსფერ ჭედურ ყდაში ჩასმული, ორი ჩასაკეტით. ყდის ზედაპირზე ცენტრალურ ნაწილში მოცემულია ტრადიციული თემა, აღდგომის კომპოზიცია. ფონი შევსებულია ფოთლოვან ყვავილოვანი ორნამენტებით. გვერდზე კი გამოსახულია 4 მახარობელი. მეორე მხარეს ხვდებით ღვთისმშობლის შობის კომპოზიციას. სახარების ყდის ქვედა ფრთაზე, ლითონზე, ამოტვიფრულია შემდეგი წარწერა: შემოვწირე ნაკიფოვოს ღვთისმშობლის შობის ეკლესიას, ღვთელ მონაზონ გაბრიელ ბელქანიამ, მოსახსენებლად მიცვალებულთა კონსტანტინე, ელისაბედ, სამსონ, ათანასი, კესარია, ანტონ, ანდრია 1905 წელს მარტის 24-ს. ამ წარწერაში მოხსენიებული ღვთელ მონაზონი გაბრიელ ბელქანია შეიძლება ვივარაუდოთ მოღვაწეობდა ნაკიფუს ღვთისმშობლის შობის ეკლესიაში. სხვა ინფორმაცია ამ პიროვნებაზე არ მოგვიპოვება. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ღვთელ მონაზონმა გაბრიელ ბელქანიამ ნაკიფუს ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიას შემოსწირა ისეთი სახარება, რომლის ყდაზე გამოსახულია ღვთისმშობლის შობა. რაც ირიბად ადასტურებს მოსაზრებას, რომ ნაკიფუს ხის პატარა ეკლესია ღვთისმშობლის შობის სახელზე აუგიათ სოფელ ნაკიფუში. პროფესორი დავით ჭითანავა აღნიშნავს, რომ წალენჯიხის რაიონის სოფელ ნაკიფუში ადგილი, სადაც ეკლესია იყო აგებული, დღეს შემაღლებულ ბორცვს წარმოადგენს. ბორცვის კონტურის მიხედვით აქა-იქ შემორჩენილი რიყის ქვით ნაგები კედლების მცირე ფრაგმენტების საშუალებით შესაძლოა სქემატური გეგმის დადგენა. რიყის ქვის კედლების ფრაგმენტები თითქმის ნაგებობის 4-ვე კუთხეში შემორჩა. მისი ზომა დაახლოებით 10 მეტრი 15 მეტრზეა. მცირე ზონდაჟის გაკეთების დროს შესაძლოა ეკლესიის საძირკვლის გამოჩენა. ასკვნის პროფესორი დავით ჭითანავა. გადაცემაში აღწერილი წმინდა სახარებები, რომელთა უდიდეს მადლს არაერთხელ გადაურჩენია ჩვენი კუთხე, დაცულია დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმის გამოყენებითი ხელოვნების ფონდში. ნაწილი ამ სახარებებისა გამოფენილია დავით დადიანის სახელობის სამკითხველო დარბაზში. ბოლოს მინდა აღვნიშნო, რომ მუზეუმის ფონდებში დაცული ექსპონატები კიდევ მრავალ საიდუმლოს ინახავს და წინ ბევრი აღმოჩენა გველის. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის გამოყენებითი ხელოვნების ფონდის მცველს ქალბატონ მზისადარ ჭაფანძეს თემის მომზადებისათვის და უსურვო წარმატებები. დიდი მადლობა თქვენ, რომ გვისმენდით. მომავალ შეხვედრამდე. რადიო ათინათის და ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ერთობლივი გადაცემა დადიანების სასახლეთა საგანძური. ისტორიები ზუგდიდის მუზეუმში დაცულ ბევრისთვის უცნობ ექსპონატებზე, მუზეუმის განვლილ გზაზე და ღვაწლმოსილ მონაწილეებზე. რა შეიძლება ვნახოთ და რა შემორჩა მეხსიერებას. ათინათის ეთერში ყოველ სამშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე.